გამარჯობა მეგობრებო. მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი დღევანდელი შეხვედრით, რომელიც ეხება ციფრული პროდუქტების ბიზნეს ანალიზის კურსს. გაცნობის ეტაპს ჩემთვის მე მგონი გამოვტოვებ, იმიტომ რომ ყველა ჩემი კურსდამთავრებულები ხართ ვინც შემოხვედით და ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს. ამიტომ უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ხარისხის აკადემიაში ემატება ახალი კურსები და მხოლოდ ტესტირების კურსები არა, ისეთი საინტერესო კურსები მაგალითად, როგორიც არის ციფრული პროდუქტების ბიზნეს ანალიზი. ეს კურსი, კონკრეტულად ეს კურსი დაემატება 1 ოქტომბრიდან, სულ რაღაც 2 კვირაში. კურსის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მსურველებმა რა თქმა უნდა პირადში შეგიძლიათ მომწეროთ ნებისმიერ დროს. ეს კურსიც არის დაახლოებით 3 თვიანი. აქაც ლექციები ჩატარდება სრულად ონლაინ Google Meet პლატფორმის მეშვეობით. ტრადიციულად ყველა ლექციას ჩავიწერთ და მომდევნო დღეს აუცილებლად გაუზიარდება სტუდენტს. ამ კურსზე სწავლა იწყება 0-დან, ანუ წინა პრერეკვიზიტები არაფერი არ გააჩნია. ანუ ვისაც არ აქვს IT-ში თუნდაც მუშაობის გამოცდილება ან ცოდნა, ისიც არ წარმოადგენს პრობლემას, შეუძლიათ მაინც თამამად შემოგვიერთდნენ. ლექციები ჩატარდება კვირაში 4 შაბათობით ლექციები ჩატარდება საღამოს 8 საათზე, ყველამ რომ მოასწროთ სამსახურიდან დაბრუნება და ასე შემდეგ. შაბათობით ლექცია ჩატარდება დილის 11 საათზე. ლექციები აქაც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება. მე ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ კურსში და რითაც გამოვარჩევდი არის ის, რომ ჩვენმა ლექტორებმა, თამარმა და მარიამმა, ცოტა ხანში თავად გაგეცნობიან და მოგეყვებიან თავიანთი ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილების შესახებ, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში და რაც მთავარია, ჩემთვის აქვთ სწავლების გამოცდილება, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სხვადასხვა პროგრამებში და მოკლედ ისიამოვნებთ ამ 2 ლექტორთან ერთად მთელი კურსის განმავლობაში. 2 ლექტორი ეყოლება ამ კურსს. მარიამი დაიწყებს და შემდეგ უკვე თამარი განაგრძობს. და რითაც გამოვარჩევ ამ კურსს არის ის, რომ ჩვენმა ლექტორებმა ყოველი სალექციო შეხვედრის შემდეგ, ყოველი ახალი თემის შემდეგ პრაქტიკული შეხვედრა ჩასვეს და დაამატეს სილაბუსში. ამიტომ საკმაოდ პრაქტიკული კურსი გამოდის თეორიულთან ერთად. რა თქმა უნდა, თეორიული ნაწილი სრულად დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებზე. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ამ კურსის 2 პრაქტიკულ მეც სიამოვნებით შემოვალ და ეს 2 შეხვედრა იქნება პირველი ეს იქნება API-ის შეხვედრა, სადაც გავიხსენებთ Postman-ს და Swagger-ს და ზოგადად API-სთან მუშაობას და რა არის API და ასევე ვიმუშავებთ SQL-თან. კარგით. პრაქტიკაზე ვთქვი, ბატონო, კითხვებსაც შეეხება, კითხვები ბოლოსთვის ჩავინიშნავთ, დღევანდელი შეხვედრის კითხვები და ორივე ლექტორი ამწურავად უპასუხებს ყველა თქვენს შეკითხვას, რომ მსვლელობის დროს ეს პრეზენტაცია, ესე ვთქვათ, რომ არ გავაწყობინოთ. რაც შეეხება კურსის დასრულების შემდეგ, თუ სტუდენტი სტანდარტულად 100 ქულიდან დააგროვებს მინიმუმ 70 ქულას, რა თქმა უნდა, გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი. ხოლო თუ დააგროვებს მინიმუმ 90 ქულას და ზემოთ, რა თქმა უნდა, სერტიფიკატი ერთად გადაეცემა ლექტორების, ამ შემთხვევაში ლექტორების რეკომენდაციაც, დახასიათებაც. მოდით ესე ვთქვათ. კარგით, მე მგონი მე ამით ამოვწურე იმის თქმა, რაც მინდოდა, თუ კიდევ რამე გამახსენდება, თაგერთვებით, შიგადაში გაუცილებლად მთელი შეხვედრის განმავლობაში მეც თქვენთან ერთად ვიქნები და ეხლა დავუთმობ სიტყვას, მე მგონი მარიამ, შენიწყებ ხო ესე მახსოვს? დიდი მადლობა ლელა, მოგესალმებით ყველას და დიდი მადლობა ჩვენს ვებინარზე დასწრებისთვის. სანამ უშუალოდ მე და თამარი გაგეცნობით და უფრო ჩავუღმავდებით ამ ჩვენი კურსის დეტალებს, გვინდა სულ 2 კითხვიანი კითხვარი გაგაცნოთ და იმედი მაქვს ყველანი შეძლებთ მონაწილეობის მიღებას. ეხლა ჩატში ვაგზავნი ბმულს, სადაც შეძლებთ რომ შეხვიდეთ და მიიღოთ კითხვაში მონაწილეობა. ასევე მოდით გავაზიარებ. შეგიძლიათ თქვათ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა ან საიტზე შეხვიდეთ და კოდი ჩაწეროთ, ან დაასკანეროთ QR კოდი და ისე გადახვიდეთ. და ესეთი ლაიქის ღილაკი დაგხვდებათ და თუ დააჭერთ ამას, კარგი იქნება, რომ ჩვენც გავიგოთ,
რომ შემოვერთდით. ძალიან კარგი. ხედავ რომ უკვე მიხართ. მოკლედ, პირველი კითხვა, რაც გვინდა წარმოგიდგინოთ, არის რომელს უფრო ამსგავსებთ თქვენ თავს? გსურთ IT-ში გადასვლა კოდირების გარეშე, უკვე მუშაობთ IT-ში და გსურთ განვითარება, უბრალოდ გაინტერესებთ ბიზნეს ანალიზი თუ არსებობს სხვა მიზეზი? დავალოდებით თქვენს პასუხებს. ძალიან საინტერესოა. კარგით. სხვა მიზეზი ვინც აირჩია, ხომ არ გსურთ გაგვიზიაროთ? რა მიზეზია? თუ გსურთ? საიდუმლოა როგორც ჩანს. ხო. გადავიდეთ მაშინ. მე ვიყავი და გადავიდეთ მაშინ შემდეგზე. და მეორე კითხვა. თქვენი აზრით, ვინ არის ბიზნეს ანალიტიკოსი? ეს არის ბიზნეს საჭიროებების დეტექტივი, დოკუმენტების და ქაოსის მაორგანიზებელი, პრობლემის ამომცნობი და გადაწყვეტილების მომძებნი, გამშველებელი, თუ ჯერ ზუსტად არ იცით, მაგრამ გაინტერესებთ. მას ასე თუ ისე ყოველს წარმოდგენა გაქვთ ბიზნეს ანალიზთან დაკავშირებით, რაც ძალიან სასიხარულოა. მართალია ყველაზე მეტი ხმა აიღო დეტექტივის პასუხმა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რეალურად ყველა პირველი 4 პასუხი არის სწორი. ყველაფერს აკეთებს ბიზნეს ანალიტიკოსი, ამას ჩვენ უფრო ჩაურმავდებით ჩვენი კურსის ფარგლებში. თუმცა ესეთი ზოგადი და უხეში წარმოდგენა რომ გქონდეთ, დეტექტივიც არის ბიზნეს ანალიტიკოსი, ქაოსის დამლაგებელიც, სხვადასხვა გადაწყვეტილების მომძებნი და ხანდახან ამომცნობი, ვინ რას ფიქრობს და ვთქვათ, რა საჭიროება აქვს და ასევე გამშველებელი. და აი ამ გაშველების საკითხს მთლიან ერთ ლექციას და პრაქტიკას დავუთმობთ, იმდენად საინტერესო თემაა. მოდით ახლა დავიწყებ უკვე ჩვენი პრეზენტაციის გაზიარებას და გაგეცნობით. აჰა, იმედია ყველაფერი გამოჩნდა. ესე იგი, ძალიან მოკლედ ჩემს შესახებ მე მაქვს განათლება მიღებული როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურაზე ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ეკონომიკისა და ფინანსების ფოკუსით. ჯერ კიდევ ბაკალავრიატზე სწავლის დროს დავიწყე მუშაობა ფინანსურ სექტორში და იქ გავაგრძელე უკვე ჩემი კარიერული განვითარება. არაერთი შეხება მქონდა არა IT პროექტების მენეჯმენტთან და აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი ზოგადად პროექტებთან მიმართებაში და რა როლი შეიძლებოდა მქონოდა მე ამ თითოეულ პროექტთან დაკავშირებით. შემდეგ მოვიდა COVID-ის პერიოდი ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე და როგორც ყველამ ალბათ ჩვენს გარშემო მეც დავიწყე ფიქრი, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. და ეს რატომ ბევრჯერ რომ დავუსვი ჩემ თავს ეს კითხვა, მივხვდი რომ არ ვიყავი იმ ადგილას, სადაც უნდა ვყოფილიყავი, არ მომწონდა, არ ამოვწურე ჩემი თავი იმ სამუშაო გარემოში, სადაც ვიყავი, მინდოდა უფრო მეტი განვითარება, მინდოდა ვყოფილიყავი ისეთ გარემოში, სადაც მეტი
გამოცდილების მიღებას შევძლებდი, სხვა კუთხით შევძლებდი გამოცდილების მიღებას და რაღაცნაირად გავუცდებოდი ამ ფინანსურ სექტორს. ჩემი დაინტერესება დაიწყო აკადემიური მიმართულებით. ირონიულია, მაგრამ აი აკადემიური მიმართულებითაც მოწვეულ ლექტორად დავინიშნე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური მენეჯმენტის საგანში. მიუხედავად იმისა, რომ აი ფინანსებიდან ცოტა შორს წასვლა მინდოდა, სწავლის კუთხით ყოველთვის მინდოდა ჩემი ცოდნა გადამეცა სხვა ადამიანებისთვის, გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება და უფრო გასაგებ ენაზე მიმეტანა მათთვის ის, რაც ჩემთვის ჩემი სწავლის პერიოდში იყო რთული აღსაქმელი. აქედან დაიწყო ჩემი აკადემიური პროფესიებით დაინტერესება და მოკლედ რაღაცნაირად დავიწყე ესე ლექტორობა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, დავიწყე ძიება სხვადასხვა შესაძლებლობების, ბევრ სფეროს მივედმოვედე, ალბათ თქვენ რამდენიმე თქვენგანისთვის მაინც ცნობილი იქნება ეს სტადია. და ბოლოს, მოკლედ, ჩემი ინსპირაცია IT მიმართულებით აღმოჩნდა ჩემი და, რომელიც არის პროდუქტების მენეჯერი, IT პროდუქტების მენეჯერი და COVID-ის პერიოდში ერთად ცხოვრების განმავლობაში სულ მესმოდა, რომ აი შეხვედრებზე რა საინტერესო საკითხებს განიხილავდა, როგორი ჩართული იყო, რაღაც გადაწყვეტილებებს როგორ პოულობდა, როგორ ავითარებდა პროდუქტს და აი მეც ვიფიქრე, რომ რატომაც არა, მოდი ვცდი ჩემ თავს IT მიმართულებით. ამასთანავე გავაანალიზე, რომ მქონდა რაღაც ისეთი soft skill-ები, რომელიც ამ ჩემ პროფესიულ განვითარებას IT კუთხით ხელს შეუწყობდა. საიდან უნდა დამეწყო? მაშინ არ იყო ბიზნეს ანალიზის კურსი, მეც არ ვიცოდი უმეტესად ბიზნეს ანალიზი რას ეხებოდა. და ყველაზე ესეთი მარტივი შესავალი ვიპოვე ტესტირების კურსის გავლაში. გავიარე ტესტირების კურსი და იქ უკვე გავიგე თურმე რა ხდება. რას აკეთებენ დეველოპერები, ეს IT გუნდები რას ქმნიან და მე ეს როგორ მიდის მომხმარებლამდე. მოკლედ ეს შესავალი რომ გავიარე, მე უკვე რა თქმა უნდა ჩამოვყალიბდი იმაზე, რომ აი ბიზნეს ანალიზი მაინტერესებს და მინდა ამ კუთხით ჩავერთო, უფრო დეტალებში ჩაკირკიტება მაინტერესებდა ვიდრე ვთქვათ პროექტების მენეჯმენტი, რომელიც უფრო რაღაც მაღალ დონეზე განიხილავს და უფრო გლობალურად ყურებს პროექტს. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვცადე ჩემი თავი ამ კუთხით, ცოტა ფრთხილად, რადგან COVID-ის პერიოდში ნამდვილად არ მინდოდა ეს რაღაც რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება და ჩემი შემოსავლის რაღაც დაკარგვა, ამიტომ სხვადასხვა რაღაც მანევრებით შევძელი, რომ ვთქვათ, იგივე კომპანიაში დავრჩენილიყავი და ბიზნეს ანალიტიკოსად დამეწყო განვითარება და შემდეგ უკვე გადავსულიყავი იქ, სადაც ახლა ვმუშაობ, EPAM სისტემში. მაშინ მიმიღეს როგორც middle business analytics-ი, მას შემდეგ გავხდი senior business analytics-ი და ახლა უკვე ვარ lead business analytics-ი. მე მყავს ჩემი business analytics-ების გუნდი, რომელიც მომაგრებული არიან კონკრეტულ პროექტზე და იქ უკვე ვახერხებთ სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე მუშაობას და სხვადასხვა პროექტზე ჩართვას. მე ჩემი აკადემიური საქმიანობა არ მიმიტოვებია, იმიტომ რომ ამან საფუძვლიანი ინტერესი იპოვა ჩემში, ახლა ვარ ასოცირებული პროფესორი და აი თამართან ერთად ვარ ჩართული პროგრამაზე, რომელიც შევადგინე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნეს ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა. თუ ჩემს შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება დაგჭირდებათ ჩემთან დაკავშირება, აქ არის მოცემული ჩემი LinkedIn-ის QR-ი, შეგიძლიათ დასკანეროთ და იხილოთ მეტი ინფორმაცია. ახლა სიტყვას გადავცემ თამარს. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო კითხვარისთვის და ასევე შენი თავის წარდგენისთვის. მეც მოკლედ მოგიყვებით ჩემ თავზე, დიდხანს არ შეგაწყენთ. მე 7 წელზე მეტია უკვე მოღვაწეობ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. და 10 წელზე მეტია, რაც მაქვს გამოცდილება სხვადასხვა ბანკში მუშაობის. ვიყავი TBC ბანკში, ბაზის ბანკში, კრედო ბანკში, ასევე ფინკა ბანკში და მოკლედ დიდი გამოცდილება მაქვს საბანკო სფეროში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ
ორ წელზე მეტია უკვე რაც დავიწყე ასე ვთქვათ აკადემიური საქმიანობა, მაგრამ როგორც აღნიშნა მეც ასევე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვარ ასისტენტ პროფესორი და ვასწავლი რამოდენიმე საგანს ბიზნეს ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზე. ასევე ვარ მენტორი და ტრენერი, თვითონ ეხლა ამჟამად დატარჩი ვარ უფროს ბიზნეს ანალიტიკოსი და ასეთი ტიპის IT კომპანიები, საერთაშორისო IT კომპანიები გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, აი გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა, ვიყოთ მენტორები, ყავდეს სტაჟიორები და დავეხმაროთ სხვებს, რაც ასე ვთქვათ, ქართულ ბაზარზე შედარებით ასე ვთქვათ, მწირია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვიყავი ტრენერი ჯიტას კურსზე, ეს იყო 3-თვიანი ბიზნეს ანალიზის კურსი და ამჟამად კიდევ ვატარებ აწარმოებს საქართველოში სხვადასხვა ტრენინგებს, ვთქვათ, აი ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების შესახებ, სტრატეგიის დასახვის შესახებ და ასე შემდეგ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვარ სერტიფიცირებული ბიზნეს ანალიტიკოსი, certified business analyst professional. თუ გაქვთ თქვათ აი ამ სფეროსთან შეხება, ანუ IT სფეროსთან, ალბათ გეცოდინებათ, ეს არის IIBA-ის სერტიფიკატი და ამ ორგანიზაციაზე ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად გეტყვით. და გამოცდილებას რაც შეეხება სხვადასხვა კომპანიებში, მოკლედ როგორც აღნიშნე, ამჟამად ვარ უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსი Data Arch-ში, თუმცა მანამდე მიმუშავია EPAM სისტემში, TBC ბანკში, Space-ში, Pinka-ში, Credo-ში და Bazis ბანკში. და კიდევ მინდა დავამატო, რომ ასე ვთქვათ, ჩემი მოწოდებასავით არის ასე ვთქვათ, ტრენერობა და მენტორობა, იმიტომ რომ თუ ვთქვათ, ეს საქმიანობა არ გიზიდავს და არ გხიბლავს, სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნები დაძალებით, ასე ვთქვათ. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ჩვენი კურსის შესახებ გიზიარებთ დეტალებს. მაგრამ მოდი შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ. ეხლა მოკლედ მოგიყვებით რა არის ბიზნეს ანალიზი და რატომ არის მნიშვნელოვანი. ნუ ახლა ყველა ლელას სტუდენტები ხართ და ალბათ იცით რა არის ბიზნეს ანალიზი, თუმცა კიდევ ერთხელ რომ გავიაროთ, თუ იცით რომ 70%-ზე მეტი პროექტების წარმატებლობის მიზეზი არის ცუდად განსაზღვრული მოთხოვნები, ხო? ეს, რა ვიცი, დადასტურებული სტატისტიკაა. წარმოიდგინეთ, რომ აი ქაოტურად რომ დავიწყოთ ჩვენ რაღაცა კოდირება, რაღაც ფუნქციონალების კეთება და არ გქონდეს დასახული მიზანი, ანუ რას ვაღწევთ, ან ეს ფუნქციონალები შემდეგ ერთმანეთს როგორ დაუკავშირდება, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი პროექტი თავიდანვე განწირულია წარმატებლობისთვის, ხო? სწორედ ამას აკეთებს ბიზნეს ანალიტიკოსი, რომ ზრდის პროექტის წარმატების შანსს, ამცირებს რისკებს და დანახარჯებს და ის არის, ასე ვთქვათ, დამაკავშირებელი პიროვნება, ხიდი ბიზნესსა და IT გუნდებს შორის. და აქ სლაიდზე ილუსტრაციასაც ალბათ შეამჩნევდით, რომ ბიზნეს ანალიტიკოსი ქაოსს ალაგებს და ქაოსის დამლაგებლად და ასე ვთქვათ, გამშველებლადაც გამოდის რაღაც შემთხვევებში. მოდი შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, ისევ მარიამ. და ვინ არის ახლა ბიზნეს ანალიტიკოსი, ხო? უბრალოდ ახლა წავიკითხავ IIBA-ის BA-ბუქიდან, გეტყვით, რომ IIBA იშიფრება როგორც International Institute of Business Analysis. ეს არის ყველაზე დიდი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, გაერთიანება ჩვენი ბიზნეს ანალიტიკოსების და ძალიან ბევრ ქვეყანაში აქვთ თავისი ჩეპთერები, ასე ვთქვათ, ფილიალები. ძალიან ბევრ, ვთქვათ, რესურსებს, მასალებს აზიარებენ და ერთ-ერთი ასეთი არის BA-ბუქი, Business Analysis Book of Knowledge, რომელიც, ასე ვთქვათ, ბიზნეს ანალიტიკოსების
სამყაროში აღიქმება როგორც ბიზნეს ანალიტიკოსების ბიბლია. რეალურად ძალიან თეორიულია, თუმცა ეს არის ჩვენი გიდი ბიზნეს ანალიტიკოსების. და ამ გიდის მიხედვით გვაქვს შემდეგი განმარტება ბიზნეს ანალიზის. Business analysis is a practice of enabling change in an enterprise by defining needs and recommending solutions that deliver value to stakeholders. ანუ ამ შემთხვევაში ბიზნეს ანალიტიკოსი გამოდის როგორც ცვლილების ამბასადორი, ხო? ბიზნეს ანალიტიკოსის გარეშე ორგანიზაციაში ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს. რეალურად ბიზნეს ანალიტიკოსი ამ ყველაფერს ალაგებს, პროცესს აწყობს და როგორც აღნიშნე, წარმატებულობის შანსს ზრდის. და ბიზნეს ანალიტიკოსი აკავშირებს ბიზნეს და ტექნიკურ გუნდებს და საჭიროებებს გარდაქმნის მკაფიო და მოქმედებად მოთხოვნებად, რომ რეალურად არ შეიქმნას ქაოსი. მოდი შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ კიდევ, მარია. აქ მოგიყვებით თითოეულ ეტაპზე ბიზნეს ანალიტიკოსი რას აკეთებს. SDLC ალბათ ყველა მიცით, მაგრამ მაინც განვარტავთ, software development life cycle, ანუ რას გულისხმობს ეს სასიცოცხლო ციკლი, ხო? ვთქვათ, თუ რაიმე სისტემას ვაშენებთ, ამ სისტემის სასიცოცხლო ციკლი, ანუ როგორ, ასე ვთქვათ, ვადეველოპერებთ რა ეტაპებს გადის ეს სისტემა, რომ საბოლოო მომხმარებლებამდე მივიტანოთ ჩვენ. და SDLC ალბათ იცით, რომ შედგება ვთქვათ დაგეგმვისგან, ანალიზისგან, დიზაინისგან, დანერგვისგან, ტესტირებისგან და შემდეგ უკვე მონიტორინგი და საპორტი, ხო? და ძალიან მოკლედ მოგიყვებით ახლა, რადგან ცოტა შეზღუდული დრო გვაქვს, რომ თითოეულ ეტაპზე რას აკეთებს ბიზნეს ანალიტიკოსი. დაგვაგვის ეტაპზე განსაზღვრავს სპონსორის მიზნებს, ხო? სპონსორი ვინ არის რეალურად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესებული პირია, stakeholder-ია, რომელიც ასე ვთქვათ, გვაკავშირებს ჩვენ კომპანიის მენეჯმენტთან. ის აფინანსებს ამ პროექტს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მათი ასე ვთქვათ, მიზნები ზუსტად გავიგოთ და ზუსტად დავადოკუმენტიროთ და ამ მიზნების მიხედვით წარმართოთ უკვე ჩვენი პროექტი. ასევე ჩვენი რესურსების ხელმისაწვდომობაც შეიძლება განსაზღვროს ბიზნეს ანალიტიკოსმა და ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის საწყის შეხვედრას ნიშნავს kick-off meeting-ი, ასევე ეძახით ხოლმე, რომ kick-off meeting-ზე რა ხდება რეალურად, ასე ვთქვათ, ჩვენ დაინტერესებულ პირებს წარუდგენთ, რომ რა ფუნქციონალებს დავნერგავთ, რა ცვლილებებს შევიტანთ პროცესებში. ვინ იქნებიან ჩვენი დაინტერესებული პირები, ვთქვათ, ვინ იქნება ჩვენი ტექნიკური გუნდი, როდის რას გავაკეთებთ და ასე ვთქვათ, დაგეგმვის შეხვედრა არის, რომ აი ეს არის ჩვენი გეგმა და ჩვენ ვიწყებთ, ასე ვთქვათ, იმიტომაც ქვია kick-off meeting-ი ამ შეხვედრას. და ნუ დოკუმენტებში ამ შემთხვევაში ბიზნეს ანალიტიკოსმა შეიძლება, რა ვიცი, შექმნას ხედვის დოკუმენტი, რა ვიცი, ბიუჯეტის განსაზღვრაშიც იყოს ჩართული და ასე შემდეგ. შემდეგი ეტაპი არის უკვე ანალიზი. ანალიზის დროს ჩვენ უკვე ვეცდებით ყველა დაინტერესებულ მხარეს, stakeholder-ებს, ასე ვთქვათ, როგორც ვეძახით, ჩვენ ძალიან ხშირად. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დაინტერესებული პირი დავაიდენტიფიციროთ, რადგან მომავალში დიდი პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას, თუ რომელიმე გამოგვრჩა, იმიტომ რომ მათი მოთხოვნები არ გავითვალისწინეთ. უნდა გავანალიზოთ მიმდინარე მდგომარეობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ დღეს ვთქვათ, პროცესები როგორ იმართება, რა ხდება, რის შემდეგ რომელი დეპარტამენტი ვთქვათ ერთვება და ეს გვაძლევს რეალურ სურათს, რა არის მიმდინარე მდგომარეობა და შემდეგ შეგვიძლია უკვე გაუმჯობესებები დავსახოთ, ხო? თუ ვერ ვახდენთ ჩვენ მიმდინარე მდგომარეობის გააზრებას საფუძვლიანად, ჩვენი გაუმჯობესებებიც რაღაც აზრს მოკლებული იქნება, ხო? შემდეგ გვაქვს უკვე მომავალი მდგომარეობის დიზაინი, ანუ future state-ი,
თქვათ, ქონდა მიმდინარე მდგომარეობა, current state და future state. ამ შემთხვევაში ვაყალიბებთ, რომ თქვათ მიმდინარე მდგომარეობა არ მოგწონს, ხო? და გვინდა რაღაცა შევცვალოთ. უნდა ჩამოვაყალიბოთ რა უნდა შევცვალოთ, ანუ საით უნდა წავიდეთ, ხო? და ამ შემთხვევაში ვაყალიბებთ ჩვენ მიზნებს, ასევე შეიძლება ძალიან ბევრი მოთხოვნა გქონდეს და პრიორიტეტებიც უნდა დავსახოთ ამ ეტაპზე, რომ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ჩვენთვის და რა მიზნებია ყველაზე მნიშვნელოვანი. და ამ შემთხვევაში გვაქვს ასეთი კონცეფცია MVP, minimal viable product-ი, ანუ მინიმალური ფუნქციონალური პროდუქტი, რის მიხედვითაც ვთქვათ, ტესტავთ ჩვენ ახალ პროდუქტს, ნამდვილად მუშაობს თუ არა, ჩვენ საბოლოო მომხმარებელს მოსწონს თუ არა და შემდეგ ამის მიხედვით დანარჩენ ცვლილებებს გეკმავთ. და ამ შემთხვევაში ხდება უკვე მე შემდეგ მიმდინარე და მომავალ მდგომარეობას შორის gap-ანალიზი, რომ რა უნდა გაკეთდეს, ხო? და ამის მიხედვით საბოლოოდ ვაყალიბებთ დეტალურ მოთხოვნებს. ესენი არის თქვათ user story, use case-ი, ეს არის სპეციფიური დასახელებები დოკუმენტების, ხო, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ბიზნეს ანალიტიკოსებს უფრო მკაფიოდ და ნათლად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოთხოვნები, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, ასე ვთქვათ, როგორც ტექნიკური გუნდისთვის, ასევე ბიზნეს გუნდებისთვის. ასევე ბიზნეს ანალიტიკოსი შეიძლება wireframe-ების შექმნაშიც იყოს ჩართული, ანუ ეს რას გულისხმობს, რომ ჩვენ ვიზუალიც გვაქვს, ხო, სისტემისთვის და შეიძლება ზუსტად აი რაღაცა UI UX-ი არ ჩამოვაყალიბოს, თუმცა აი რაღაც ვთქვათ თავიდან შავ მონახას, ასე ვთქვათ, ქმნის ბიზნეს ანალიტიკოსი, რომელსაც შემდეგ აუმჯობესებს უკვე დიზაინერი. და შეიძლება რაღაც ეტაპზე ტესტირების გეგმაშიც ჩართული იყოს, ასე ვთქვათ, საპორტის მხრივ, რომ ტესტერებს და ბიზნეს ანალიტიკოსებსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს ხოლმე პროექტის მიმდინარეობის დროს. მარიამ, ახლა უკვე შენ დაგითმობ. ბატონო, მადლობა, თაკო. რაც შეეხება როლებს და კარიერულ გზას, თუ საერთაშორისო ბაზარზე ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ასე თუ ისე უკვე არის დადგენილი და საერთო აღქმა არსებობს საერთაშორისო კომპანიებში, თუ რა მოლოდინი უნდა გქონდეთ ამ როლის შემსრულებლისგან, საქართველოს ბაზარზე ქართულ კომპანიებში ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ჯერ კიდევ არის ფორმირების პროცესში, რაც სავსებით ბუნებრივია. ჩვენი ბაზარი ეტაპობრივად ნელ-ნელა იგებს ამ როლის არსს და იღებს საერთაშორისო გამოცდილებას. ამ დროისთვის ჩვენი დაკვირვებით არსებობს ბიზნეს ანალიტიკოსის როლის სხვადასხვა ინტერპრეტაციები სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიაში. ასეთი არის პირველი რომ დავიწყოთ პროდუქტის მფლობელი, იგივე product owner-ი. ეს არის როლი, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის ხედვას, პროდუქტთან მიმართებაში პრიორიტეტებს და მოთხოვნებს და ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ რაღაც მაქსიმალური ღირებულება მოიტანოს ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვის. ზოგჯერ ხდება ხოლმე ისე, რომ ბიზნეს ანალიტიკოსი ითავსებს პროდუქტის მფლობელის როლს სხვადასხვა სიტუაციაში. ვერ გეტყვით, რომ ყოველთვის ასეა, თუმცა ხანდახან არის, რომ პროდუქტის მფლობელი ან შვებულებაში არის, ან პროექტზე არ არის უბრალოდ და შემდეგ ეს დატვირთვა გადმოდის ბიზნეს ანალიტიკოსზე. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პირიქითაც არსებობს, როდესაც პროდუქტის მფლობელი ითავსებს ბიზნეს ანალიტიკოსის როლს. აი მაგალითად დღეს შემხვდა LinkedIn-ზე, რომ ეძებენ პროდუქტის მფლობელს / ბიზნეს ანალიტიკოსს. ამიტომ ხშირად შეხვდებით ხოლმე ასეთ კონცეფციას და იცოდეთ, რომ ცოტა უფრო მეტი მოგეთხოვებათ, ვიდრე ან ერთი როლი, ან მეორე როლი ცალკეულად. შემდეგ განვიხილოთ სისტემების ანალიტიკოსი, ეს არის ისეთი სპეციალისტი, რომელიც იკვლევს ბიზნეს საჭიროებებს და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ შექმნას ან გაუმჯობესოს IT სისტემები, რომლებიც უფრო უკეთ დააკმაყოფილებენ ორგანიზაციის მიზნებს, ვიდრე
ვთქვათ, ეხლა აკმაყოფილებენ. და აქაც უნდა აღვნიშნო, რომ რეალურად ეს როლი არის უფრო ტექნიკური, ვიდრე ბიზნეს ანალიტიკოსის როლი. აი, თამარის წინა სლაიდზე ერთ-ერთი ეტაპი თუ დააკვირდეთ, ეწერა სისტემების ანალიზი. კი, ვაკეთებთ ჩვენ სისტემების ანალიზს, მაგრამ თუ როლის დასახელება არის სისტემური ანალიტიკოსი, სისტემების ანალიტიკოსი იცოდეთ, რომ გაცილებით უფრო მეტი ტექნიკური ცოდნის მოთხოვნა არსებობს ამასთან დაკავშირებით, ვიდრე ბიზნეს ანალიტიკოსისგან. თუმცა ესეც აუცილებლად მოლაპარაკების არა, უფრო გარკვევის თემა არის, რა სიტყვის თქვენგან კომპანია, იმიტომ რომ აი აქ ახლა უყურებთ უკვე, რომ ყველა კომპანიას სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს ამ როლთან დაკავშირებით. შემდეგ განვიხილოთ სერვისის ექსპერტი და გადაწყვეტილების არქიტექტურის როლები, რომლებიც დამკვიდრებული არის ერთი TBC ბანკში, მეორე საქართველოს ბანკში. სერვისის ექსპერტი არის სპეციალისტი, რომელიც აანალიზებს და აყალიბებს მომხმარებლის სრულ გზას სერვისების ყველა ეტაპზე. ესეც იმისთვის, რომ მომხმარებლის გამოცდილება იყოს უფრო თანმიმდევრული, სასიამოვნო და მაქსიმალურად ღირებულებაზე ორიენტირებული. გადაწყვეტილების არქიტექტორი, იგივე solution architect-ი, რომელსაც უფრო ამ ტერმინოლოგიით ხედავთ ხოლმე ბაზარზე, ვიდრე გადაწყვეტილების არქიტექტორი ქართულად, ეს არის სპეციალისტი, რომელიც გეგმავს და ქმნის დიზაინს IT გადაწყვეტილებებისთვის, ისე რომ მათ ეფექტურად შეძლონ და აკმაყოფილონ იგივე ბიზნეს მოთხოვნები. და შექმნან ტექნოლოგიური სტანდარტები და სისტემების ინტეგრაციის საჭიროებები. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიზნეს ანალიტიკოსი ზრუნავს იმაზე, თუ რა სჭირდება ბიზნესს, ადგენს მოთხოვნებს, აი როგორც თამარის სლაიდიდანაც გავიგეთ, ადგენს პროცესებს და უზრუნველყოფს იმას, რომ გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ბიზნესის მიზნებს. იმიტომ რომ ის არის ამოსავალი წერტილი, ხო? რა უნდა ბიზნესს და რა საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ მათ. ხოლო გადაწყვეტილების არქიტექტორი ზრუნავს ეს გადაწყვეტილება რაც დადგინდა კონკრეტული საჭიროებისთვის, როგორ აშენდება. ანუ ის ქმნის რაღაც ტექნიკურ არქიტექტურას და არჩევს ტექნოლოგიებს. ამიტომ აი ეს რაღაც განსხვავება მაინც დაიჭირეთ აი ამ ორს შორის, იმიტომ რომ ხშირად შეხვდებით ხოლმე ჩვენს ბაზარზე ამ კუთხით გამოქვეყნებულ ვაკანსიებს. ეხლა რო გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ხო, IABA უკვე გაგაცნოთ თამარმა, ეს არის ბიზნეს ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტი. მათ 1-2 წლის წინ დაადგინეს ბიზნეს ანალიტიკოსის კარიერული განვითარების სხვადასხვა მიმართულება. ანუ რა როლებში შეიძლება გადაიზარდოს აი ამ ბიზნეს ანალიტიკოსის როლის მქონე დასაქმებული. და შედეგად მივიღეთ, რომ ბიზნეს ანალიტიკოსის კარიერის შესაძლო რაღაც ერთგვარი მეტამორფოზა შეიძლება იყოს მრავალმხრივი. ეს არის პროცესების ანალიტიკოსი, ლოჯისტიკის ან ჯანდაცვის ანალიტიკოსი, IT არქიტექტორი, ოპერაციების ანალიტიკოსი, პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის მფლობელი, სკრამ მასტერი, ფუნქციონალური ანალიტიკოსი, ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, ბიზნეს მონაცემების ანალიტიკოსი და მოკლედ აი აქ ახლა უამრავ ვარიაციას შეხვდებით. და მოკლედ საკმაოდ დიდი არჩევანი არის ამ კუთხით. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ხო, ეხლა შევეხოთ ისეთ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს, ანაზღაურებას. რა არის ბიზნეს ანალიტიკოსის საშუალო ანაზღაურება საქართველოში? ჩვენ შევეცადეთ ინფორმაცია მოგვეძიებინა Glassdoor-ზე, ალბათ გსმენიათ ამ კომპანიის შესახებ, ეს არის ვებსაიტი, რომელიც სთავაზობს კომპანიებს აქტიური ყოფილი თანამშრომლების მიერ მოწოდებულ კულუარულ თუ ღია ინფორმაციას ანაზღაურებების რეინჯებთან, დირექტორის რეიტინგთან, კომპანიის კულტურასთან დაკავშირებით თუ სხვა. მოკლედ, ბევრი რაღაც შიდა სამზარეულოს ინფორმაციის გაგება შეიძლება Glassdoor-ზე. Glassdoor-ის მიხედვით საქართველოში ბიზნეს ანალიტიკოსების ანაზღაურება არის 3000-დან 5000 ლარამდე. თუმცა ჩვენი უფრო რაღაც ზედმიწევნით
კვლევით და უფრო რაღაც საკუთარი გამოცდილების შედეგად დავადგინეთ შემდეგი. და ეს იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ჯერჯერობით საქართველოში ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკა და ამ ეტაპზე რთულია ვთქვათ, თუნდაც რამდენია ბიზნეს ანალიტიკოსი ამჯერად ჩვენს ბაზარზე, გამოცდილების რა დონეები აქვთ მინიჭებული და რა ხელფასები აქვთ. საერთაშორისო ან ქართულ კომპანიებში. დამწყებისთვის, რომლის გამოცდილება არის 1 წლამდე, დაახლოებით განსაზღვრული არის 2500-დან 3500 ლარამდე. შემდეგ მოდის middle, ანუ უფრო გამოცდილი კადრის პოზიცია, რომლის ხელფასი არის 3500-დან 7000 ლარამდე და middle-ის გამოცდილება არის დაახლოებით 3-დან 5 წლამდე. განსაზღვრული ის როგორც საერთაშორისოდ ისევე აქაც. და ამის შემდეგ უკვე senior role-ზე გვაქვს 7000 ლარი და მეტი ანაზღაურება და აქ მინიმუმ 5 წელი გამოცდილება არის აუცილებელი მოთხოვნა. უნდა აღვნიშნოთ, რომ არის ეს თანხები აქ მოცემული და ჩვენი ინფორმაციით ასე არის, თუმცა თქვათ, საერთაშორისო კომპანიების შემოსვლის შედეგად იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა ბაზარზე კონკურენცია, ცოტა უფრო მაღალ ნიშნულსაც შეიძლება მიაღწიოთ კომპანიასთან მოლაპარაკების შედეგად, ვიდრე აქ არის მოცემული. ანუ არ ჩათვალოთ, რომ ეს არის რაღაც საბოლოო ნიშნული, ეს არის მხოლოდ საშუალო, რაც ჩვენ მოვიძიეთ ბაზარზე. ცხადია, რომ ეს ანაზღაურება ყოველთვის ყველა კომპანიაში, არა მხოლოდ ბიზნეს ანალიტიკოსისთვის, ყოველთვის არის მოლაპარაკების საგანი და დამოკიდებულია კადრის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და პიროვნულ უნარებზე. ეხლა რომ გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ხო, მინდა წარმოგიდგინოთ mini case-ი, რომელშიც კარგი იქნება თუ მიიღებთ მონაწილეობას და ასევე დატესტავთ, ასე ვთქვათ, თქვენს ბიზნეს ანალიტიკურ შესაძლებლობებს. ესე იგი, ეს მონახაზი, რომელსაც ცოტა ხანში უფრო მეტად გავშიფრავთ, შევადგინე მიროში, ალბათ ეს ხელსაწყო თული თქვენთვის ცნობილი არის. თუ არ არის ცნობილი, იცოდეთ, რომ ამას ძალიან ხშირად იყენებენ ბიზნეს ანალიტიკოსები და არა მხოლოდ. იმისთვის, რომ შეადგინონ სხვადასხვა დიაგრამები, გააკეთონ მონახაზები სხვადასხვა დიზაინის და გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისთვის, რასაც ჩვენ მოგვიანებით კურსის ფარგლებში დავფარავთ. რას ხედავთ ახლა აი ამ გვერდზე? თუ ვინმეს შეუძლია თავისი სიტყვებით ახსნას, როგორ წარმოგიდგენიათ ეს რა არის? აი, ალბათ აქტიურობა ცოტა გვიანია და შეიძლება ბევრს არ უნდა. კი, ნამდვილად. დიდი მადლობა. ეს არის ონლაინ მაღაზია, ელექტრონული კომერციის აპლიკაცია. ხო, მიხვდებით ალბათ, რომ ეს უფრო აპლიკაციას გავს, ვიდრე რაიმე ვებსაიტს, რომელიც მობილურის მეშვეობით არის გახსნილი. და მოცემული არის listing გვერდი. ანუ პროდუქტების ჩამონათვალი არის, გარკვეული რაღაც ან ძებნაში ჩავწერე, ან რაღაც გავუკეთე და შემდეგ მიჩვენა ამ პროდუქტების ჩამონათვალი. ლოგიკურია, რომ აქედან, როდესაც აი ამ გვერდს ვხედავ, ეს არის ყველაზე პრიმიტიული გამოსახულება, რა თქმა უნდა, უფრო დატვირთული არის ფუნქციონალურად, რეალურად e-commerce აპლიკაციები, თუმცა ამ პრიმიტიულ დონეზე რომ განვიხილოთ, აქედან მომხმარებელი რას აკეთებს? აკეთებს არჩევანს, ირჩევს რომელიმე პროდუქტს. მაგალითად, ვთქვათ, რომ აირჩიეს Sony-ს ყურსასმენები. აქედან გადავედით შემდეგ ეტაპზე, რომ ლოგიკურად, როცა იქ ვაჭერთ პროდუქტს, ხსნით მერე პროდუქტის დეტალების გვერდს. ამ დეტალების გვერდიდან, უკვე თუ მინდა ამ პროდუქტის დამატება ჩემ მომხმარებლის კალათაში, ვაჭერ დამატებას, ხო? ამ დამატების შემდეგ, თქვენი აზრით, რა ხდება? რა გვერდს მიჩვენებს? კალათაში უნდა გადავიდეთ. კი ბატონო, ვარდება კალათაში. და მე კალათას თუ ხსნი, უფრო დეტალურ ინფორმაციას მაწვდის ჩემს დაგროვილ პროდუქტებზე, ხო?
წარმოვიდგინოთ, რომ თქვათ ეგ სტადია გავიარეთ და უკვე გადავედით შეკვეთის დეტალებზე. სადაც ვავსებთ ინფორმაციას მისამართზე, მიტანის მეთოდზე და გადახდის მეთოდზე. ამ დროს, აი ამ ეტაპზე წარმოიდგინეთ, რომ ამ დროისთვის ამ აპლიკაციას გადახდის მეთოდად მითითებული აქვს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება. თუმცა ბიზნესი მოდის თქვენთან, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსთან და გაწვდით თავიანთ საჭიროებას და დაუკვირდეთ, რომ მოთხოვნაზე ჯერ არ გადავსულოთ. გაგაცნოთ თავისი საჭიროება, რომ მათ სურთ თავიანთი გაყიდვების რაოდენობის ზრდა. გაყიდვების რაოდენობის ზრდა, თქვათ, აი ამ სტადიაზე, როგორ მივაღწევთ? ეს იქნება იმით, რომ შეუძლიათ მეთოდებს დავამატებთ ასე. დავამატოთ გადახდის მეთოდები, ხო? მარტივია ძალიან. და დავამატებთ მაგალითად ან ბარათით გადახდას, ან განმოდებას და ასე შემდეგ. ბევრი მეთოდი არსებობს. ეს კონკრეტული მომენტი, რომ ჩვენ უკვე დავაიდენტიფიცირეთ კონკრეტულად რა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ ბიზნეს საჭიროებას მივაღწიოთ, ეს არის უკვე ჩვენი მოთხოვნა. მოთხოვნა არის იმის აღწერა, რა სჭირდება მომხმარებელს ან ორგანიზაციას და რას უნდა აკეთებდეს ჩვენი სისტემა თუ პროდუქტი. აქედან გამომდინარე, შემდეგ გადავდივართ შემდეგ სტადიაზე, რომელიც არის უკვე დამატებული ბარათით გადახდა. ეს ბარათით გადახდა ჯერ ხომ არ არსებობს ჩვენს აპლიკაციაში, არის მარტო ნაღდი ანგარიშსწორება. აი იმისთვის, რომ ჩვენ ტექნიკურ გუნდს, ტესტერებს, დეველოპერებს ან დიზაინერს ავუხსნათ, რომ რა ცვლილება უნდა განხორციელდეს აი ამ აპლიკაციაში, ამისათვის ვადგენთ wireframes, რომელიც თამარმაც ახსენა წინა სლაიდზე. ხლა რა დანიშნულება აქვს ამას? ეს არის გარკვეული ვიზუალური მონახაზი, რომელიც აჩვენებს ინტერფეისს, მაგალითად, ვებსაიტის ან აპლიკაციის გვერდის მიმდინარე თუ სასურველ სტრუქტურას. ანუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ისე რომ მივახციოთ იმ სასურველ შედეგს. ამის შესაბამისად, აი დავამატე ბარათით გადახდა, იგივე ტიპის დიზაინით, როგორც მაქვს ნაღდი ანგარიშსწორება, რომ მომხმარებლისთვის რაღაც მარტივად გარჩევადი იყოს ეს არჩევანი. შეგვიძლია ასევე დავამატოთ განვადება და Apple Pay, ხო? აქ შეიძლება იყოს კიდევ PayPal-ი და 1000 სხვა გადახდის საშუალება. ამის შემდეგ ლოგიკურად რა ეტაპზე მივდივართ? როდესაც ვირჩევთ ბარათით გადახდას. რას აკეთებს მომხმარებელი აი იმის შემდეგ, რაც აი ამ არჩევანს გააკეთებს? შეიყვანს მონაცემებს. ხო, აჭერს გადახდას იმისათვის, რომ დადასტურდეს, რომ აი ეს გადახდის მეთოდი აქვს არჩეული და გადადის შემდეგ ეტაპზე, სადაც უკვე ავსებს ბარათის მონაცემებს. ეს გვერდი ალბათ შენიშნავდით, განსხვავებული არის საერთაშორისო ბაზრებზე შემჩნეული გექნებათ, რომ თვითონ მერჩანტის, ანუ გამყიდველის გვერდზე ვავსებთ ხოლმე ჩვენს ბარათის მონაცემებს, თუმცა ქართულ რეალობაში ხშირად ვირჩევთ ბანკს, მომსახურე ბანკს, ან ბანკს არ ვირჩევთ და აყავს ერთი მომსახურე ბანკი, რომლის გვერდზეც გადავყავართ ჩვენს ამ ელექტრონული კომერციის ვებსაიტს ან აპლიკაციას და იქ შევყავს უკვე ჩვენი მონაცემები. ეს უკვე მერჩანტის არჩევანზე არის დამოკიდებული და ეს უკვე აღნიშნავს იმას, რომ დამატებითი ანალიზი სჭირდება ბიზნეს ანალიტიკოს იმისათვის, რომ უფრო ჩაწვდეს როგორი ტიპის ჩეკაუთი, ანუ აი ამ რაღაც დასრულების პროცესი, შესყიდვის დასრულების პროცესი სურს გაიაროს მომხმარებელმა. ამის შემდეგ ლოგიკურად რა მოდის თქვენი აზრით, როდესაც მონაცემები შევყავს? დავაჭერთ გადახდას. ხო, აი გადახდას დავაჭირე და მე როგორ ფიქრობთ? რა გვერდზე გადავედით? შემდეგ ალბათ დადასტურება კოდი მოვა ტელეფონის ნომერზე, მობილურის ნომერზე და შევიყვანთ one time codes. კი ბატონო. და აი თვითონ აპლიკაციის მაშინ რომ დაუბრუნდებით თვითონ აპლიკაციაში, შემდეგ რა მოხდება? ეგ ხო უკვე ბანკის მხარეს ხდება, რომ აი ეს one time კოდი შევყავს და იქ ხდება ჩვენი ბარათის მონაცემების დამოწმება. აი როცა დაუბრუნდებით ისევ ამ სტადიაზე, მე რა გვერდი მოდის? წარმატებით შესრულდა თუ არა გადახდა? ბატონო, რაც ერთგვარი დასტურია იმის, წარმატებით განხორციელდა თუ არა ჩვენი შეკვეთა.
ხო? ან დაფეილდა, ან success-ი გვაქვს და ასე შემდეგ. მოკლედ, სხვადასხვა ეტაპი არსებობს კიდევ, რომ აი გამოგვიჩინოს რა სტადია აქვს ახლა ამ ჩვენს შეკვეთას და სავსებით სწორი ხართ. კიდევ არსებობს განმადების მეთოდი და ამ განმადების შემთხვევაში, აი რა შეიძლება რომ იყოს ახლა ხო სიტყვაზე შეგვიძლია გამოვუჩინოთ მომხმარებელს გადახდის დეტალები, სადაც მოცემული იქნება რა ვადაზე სურს განმადების მიღება და აირჩიოს მომსახურე ბანკი. აქ მაგალითად ახლა საქართველოს და TBC გვაქვს მოყვანილი, მაგრამ შეიძლება სხვა არჩევანიც ჰქონდეს, ხო? და აქაც შემდეგს დააჭერს და აი შემდეგს რო დააჭერს, როგორ ფიქრობთ, მე სად გადავა მომხმარებელი? ალბათ ფიქრის რეჟიმი დაუდასტურდება თუ არა განმარტება. Loading-ზე. უფრო ეგეც შეიძლება რა თქმა უნდა, საერთო ჯამში ეგრეც ხდება ხოლმე, რომ აპლიკაცია იწყებს რაღაცა loading-ის რეჟიმში გადასვლას, თუმცა აქ ბანკზე არჩევანს იმიტომ ვაკეთებთ, რომ უკვე ამ ბანკის სივრცეში გადავიდეს მომხმარებელი. იმიტომ რომ იქ უნდა წაიკითხოს ეს აი terms and conditions რომ მოდის ხოლმე რაღაც პირობები განვადების, თქვათ გადაამოწმოს თავისი დეტალები, შეიძლება შეცვალოს თავისი ვადა, მითითებული ვადა განვადების, ხომ? და კიდევ მილიონი სხვა ინფორმაციის მოძიება ხდება. ანუ გადავდივართ ამ ბანკის, მომსახურე ბანკის სივრცეში, სადაც ჩვენს დეტალებს გავუზიარებთ ბანკს და დავამოწმებთ გარკვეულ ინფორმაციას და შემდეგ თუ წარმატებულად მოხდა განმადების დამტკიცება, ისევ ბრუნდებით შემდეგ აი ამ ჩვენი აპლიკაციის სივრცეში, რის შემდეგაც ვიღებთ იგივენაირ გვერდს, რომელიც ან ადასტურებს, რომ წარმატებით განხორციელდა ჩვენი შეკვეთის განთავსება, ან არა. Apple Pay შემთხვევაში დამეთანხმებით, რომ ალბათ მარტივია, განსაკუთრებით, ვისაც Apple Pay აქვს, ხშირად გამოგისცეთ, რომ Apple Pay-ს როცა ვაჭერთ, გადავდივართ გვერდზე, სადაც არის Apple Pay-ის ღილაკი, და ეს ამ ღილაკის მეშვეობით რაღაც ორჯერ ვაწყაპუნებთ და ვირჩევთ მერე ჩვენს ბარათს wallet-იდან, რის მიხედვითაც ხდება თანხის ჩამოჭრა. მოკლედ ეს არის ესეთი ძალიან ზედაპირული პროცესი, რომელიც გვაქვს ელექტრონული კომერციის აპლიკაციების შემთხვევაში. ახლა თამარი წარმოგიდგენთ, როგორ ხდება ამისი დიაგრამული ვიზუალიზაცია და მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი დავალება როგორც ბიზნეს ანალიტიკოსის არის აი ამ სასურველი ცვლილებების გაგება და დოკუმენტირება და გადაცემა IT გუნდებისთვის, ისე რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ აი ამ პროცესების შესახებ, როგორც ვიზუალური წარმოდგენით, ასევე აი ესეთი რაღაც გაფორმებით, ასევე დიაგრამის მეშვეობით. ახლა თამარ შენ დაგეთმობ სიტყვას. მიუცე ხარ თაკო. მადლობა მარიამ. მეგობრებო, ეს ახლა სლაიდზე თქვენ ხედავთ BPMN დიაგრამას და რა არის BPMN დიაგრამა? პირველ რიგში რომ განვარტოთ, ხო? Business Process Modeling Notation. ანუ ნოტაცია არის ეს ნოტაცია არის ამ სიმბოლოების და ელემენტების ერთობლიობა და მათი გამოყენების წესები. BPMN-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოტაცია არის ბიზნეს პროცესების აგებისას, თუმცა ასევე გვაქვს UML ნოტაცია, Unified Modeling Language, რომელსაც ორივე ამ ნოტაციას ჩვენ გავუვლით ჩვენ კურსზე. ეხლა რაც მინდა რომ აღვნიშნო, მარიამა წარმოგიდგინათ რეალურად აპლიკაციის UI მხარე, ხო, ფრონტი, რასაც ვთქვათ საბოლოო მომხმარებელი ხედავს. თუმცა სისტემის დანერგვისას მხოლოდ ასე ვთქვათ ფრონტი არ არის, ხო, ბექიც გვაქვს და შესაბამისად ყავს ფრონტ და ბექენდ დეველოპერები, ხო? და როდესაც UI გვაქვს ჩვენ ვთქვათ აი back-end პროცესები როგორ მიმდინარეობს, ამის შესახებაც უნდა დავადოკუმენტიროთ თითოეული პროცესი როგორ მიდის და რომელი ეტაპის შემდეგ რა ეტაპი
შეიძლება მოხდეს. ამ პროცესის დოკუმენტირებაში გვეხმარება სწორედ ეს დიაგრამა, რომ ჩვენ რთული პროცესები გამოვსახოთ უფრო ადვილად, რომ ყველა დაინტერესებული პირისთვის, როგორც ტექნიკური გუნდისთვის, ასევე ბიზნეს გუნდებისთვის ეს რთული პროცესი იყოს უფრო ადვილად გასაგები. ახლა წარმოიდგინეთ, ამ დიაგრამაზე რამდენი, ვთქვათ, ვარიანტი არის გამოსახული პროცესის, ხო, 4 გადახდის მეთოდი გვაქვს და ეს ყველაფერი ჩვენ stakeholder-ებს დაინტერესებულ პირებს წარმოიდგინეთ, რომ ზეპირსიტყვიერად მოუყვეთ, როგორი რთულად აღსაქმელი იქნება, ხო, მათთვის. შესაბამისად გვაქვს ეს დიაგრამა. ახლა ეს დიაგრამა რო წავიკითხოთ, გეტყვით, რომ ვთქვათ იწყება აი ამ წრით, მწვანე წრით, ეს არის საწყისი ივენთი, start event-ი და შემდეგ უკვე მოდის exclusive gateway. Gateway ცოტა ისე ითარგმნება ქართულად და ძალიან ცუდად კარიბჭე, მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში gateway გამოვიყენოთ და gateway რას ნიშნავს, რომ gateway არის ან გადაწყვეტილება, როდესაც ვთქვათ პროცესი იყოფა პროცესში ვიღებთ გადაწყვეტილებას და ერთი ნაკადი უნდა გავაგრძელოთ. Gateway შეიძლება ასევე დააპარალელუროს პროცესები და რამოდენიმე პროცესი ერთად წავიდეს და შემდეგ ყველა პროცესი უნდა დამთავრდეს, რომ გაგრძელდეს ჩვენი პროცესი. ან შეიძლება ვთქვათ, აი გააერთიანოს ეს პროცესები, დააპარალელებული პროცესი, გააერთიანოს და ისევ ერთი ნაკადი წავიდეს პროცესში. ჩვენ მაგალითად რომ დავუბრუნდეთ, აი აქ ხედავთ gateway-თან კომენტარის აწერია, ხო, გადახდის მეთოდის არჩევა. და გვაქვს 4 მეთოდი, როგორც მარიამმა საბოლოო UI-ში გვაჩვენა. ნახდი ანგარიშწორება, განმარტება, ფარეთით გადახდა და Apple Pay. მოდით წავიდეთ ჯერ ნაღდი ანგარიშწორებით, ხო? ნაღდი ანგარიშწორებას თუ აირჩევს ჩვენი მომხმარებელი, მე აი ასეთი მართკუთხედი ფიგურები გვაქვს, ხო? ესენი არის activity, აქტივობა. და აქტივობა შეიძლება იყოს როგორც task-ი, დავალება, ერთი დავალება, ან რამოდენიმე დავალებისგან იყოს შედგენილი. და აი ამ შედგენილსაც გეტყვით ცოტა ხანში. როდესაც ვირჩევ თქვათ ნაღდ ანგარიშწორებას, მე ხდება შეკვეთის დამატება, ხო? და მე სისტემამ აუცილებლად უნდა აღრიცხოს, რომ აქ გვაქვს გადასახდელი სტატუსი, ხო? მომხმარებელს ჯერ არ გადაუხდია თანხა ამ შეკვეთისთვის. და შემდეგ გვაქვს ასეთი აქტივობა შეკვეთის ფილიალიდან გატანა. ნახეთ, აი აქ უკვე ამ მართკუთხედში ჩახალწულია პატარა პლუს ნიშანი. ეს რას ნიშნავს, რომ ეს უკვე არის ქვეპროცესი. ანუ ეს აქტივობა შედგება დამატებით რამოდენიმე დავალებისგან, task-ისგან. ანუ შეკვეთა რომ გაიტანო ფილიალიდან, ვთქვათ, კიდევ დამატებით რაღაცა ბევრი პროცედურა უნდა გაიარო, ხო? მიხვიდე ფილიალში, ვთქვათ, ფილიალის თანამშრომელმა გადაგიმოწმოს სტატუსი, შემდეგ საწყობიდან გამოიტანონ ეს პროდუქცია, საწყობს გადასცენ, რომ გატანილია, გადაიხადო შენი თანხა, რაც გადასახდელია და ასე შემდეგ, ანუ ბევრი, ასე ვთქვათ, დავალებაა, ხო, ამ პროცესში და ეს დიაგრამა, ასე ვთქვათ, რო არ დამძიმებულიყო და ძალიან რთული გამხდარიყო, ამიტომაც გვაქვს აი ეს შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, აი რეფერენს გავაკეთებთ, ლინკს გავაკეთებთ, რომ აი ამისთვის არის ცალკე პროცესი და ის პროცესი ცალკე გავიაროთ. ამას ქვია ზუსტად აი შედგენილი აქტივობა. და შეკვეთას ფილიალიდან რო გაიტანს მომხმარებელი, მე რა თქმა უნდა სრულდება ჩვენი პროცესი, ხო? შეკვეთის დასრულება და აი ეს უკვე ეს წრე, რომელსაც აქვს მუქი რგოლი, უკვე აღნიშნავს დასრულების ივენტს. მოდით ახლა უცებ განვიხილავ განვადების მაგალითსაც, რომ განვადებას თუ ავირჩევთ, შემდეგ მომხმარებელი უნდა გადამისამართდეს ბანკის აპლიკაციაში, ხო? და მე გვაქვს აი ასეთი ივენთი, ეს არის უკვე intermediate ივენთი, message ივენთი და ეს არის receiving ივენთი, ანუ ეს ყველაფერი რას ნიშნავს, ხო? შუალედური მოვლენა და ამ შემთხვევაში ლოდინი გვაქვს, ხო? ველოდებით ჩვენ ბანკისგან პასუხს
დადასტურდა თუ არა განმარტება, ან დაუმტკიცდა ჩვენ მომხმარებელს განმარტება თუ არა, ხო? და შემდეგ ისევ გვაქვს აი ეს gateway, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ დაუმტკიცდა, აი კის შემთხვევაში ვამატებთ შეკვეთას, მერე შეკვეთის ჩაბარება ცალკე პროცესია, ისევ ქვეპროცესის ნიშანი მაქვს გამოყენებული და სრულდება. თუ არ დაუდასტურდა, მაშინ საწყის გვერდზე ვაბრუნებთ, ხო, ჩვენ მომხმარებელს და უკვე შეკვეთას ვწყვეტთ. აი აქ დასრულების იმენთი რო არის, აი ეს კიდევ შიგნით რო ჩახატულია რგოლი, ეს ნიშნავს უკვე terminations, ანუ შეწყდა შეკვეთა, ხო, არ დასრულდა წარმატებით. კიდევ სხვა პროცესი იქნება უკვე ბარათით გადახდისას, ხო? ბარათით გადახდისას უნდა შევიყვანოთ თქვათ მონაცემები და აი აქ კიდევ გამოყენებული მაქვს ერთი ნიშანი, რომ ეს არის ასე ვთქვათ user task-ი, ანუ დავალებების ტიპებიც გვაქვს. შემდეგ ისე ველოდებით შეტყობინებას, რომ წარმატებულია თუ არ გადახდა, ვთქვათ ხომ და შევამოწმოთ, ანგარიშზე აქვს თუ არა ნაშთი, ანუ რეალურად ბანკისგან ვიღებთ შეტყობინებას, ხო? რომ წარმატებულად მოხდა გადახდა თუ არა და იმის მიხედვით ისევ პროცესი ან დასრულდება წარმატებულად და შეკვეთას ჩავაბარებთ, ან ისევ შეწყდება. და ბოლოს დატოვებული მაქვს Apple Pay-ს ნაკადი და თქვენი აზრით როგორ გაგრძელდება ეს ნაკადი? რა დავალებები გვექნება შემდეგ? როგორ ფიქრობთ? პრინციპში მსგავსი იქნება, რაც წინა პროცესები, ხო? თითქმის. კარგი, თუ გინდათ, მოდით გავაგრძელოთ. შეიძლება ეს BPMN დიაგრამა ცოტა უცხო არის თქვენთვის. და მოდით შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, მარია. ეხლა მინდა მოგიყვეთ ტენდენციებზე ბიზნეს ანალიზის ბაზარზე. და აქ მინდა გამოვიყენო ეს ტერმინი from generalist to specialist, რადგან დღესდღეობით ბაზარზე უკვე მოთხოვნა არის სპეციალისტებზე. BA ბიზნეს ანალიტიკოსი შეიძლება იყოს generalist, ანუ ეს რას გულისხმობს, რომ შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით იმუშაოს. იყოს თქვათ ბანკში ბიზნეს ანალიტიკოსი, ან იყოს სადაზღვევო კომპანიაში ანალიტიკოსი, ან იყოს თქვათ სხვა მიმართულებით წარმოებაში ანალიტიკოსი, e-commerce-ის ანალიტიკოსი და ასე შემდეგ. ბევრი მიმართულებით თქვათ შეიცვალოს, ხო? პოზიცია. თუმცა დღესდღეობით უკვე ისეთი მოთხოვნაა, რომ ბიზნეს ანალიტიკოსისგანაც ითხოვენ დეტალურ დომენის ცოდნას, რომ რა დომენში, თქვათ, საბანკო საქმეში თუ მუშაობ, იცოდნენ, იცოდე, რომ თქვათ, აი ბანკის პროცესები როგორ მუშაობს, ან დაზღვევაში თუ მუშაობ, იცოდე დაზღვევის დომენის შესახებ და ასე შემდეგ. და ეს ტენდენცია არის აქტიური სხვათა შორის ჩვენ ბაზარზე. და შესაბამისად მე გირჩევთ, რომ თუ ეხლა ცდილობთ თქვენ რომ გადახვიდეთ ბიზნეს ანალიტიკოსად, ეხლა რა სფეროშიც მოგვაწეობთ, თქვათ, იგივე მიმართულებით რომ გადახვიდეთ ბიზნეს ანალიტიკოსად, ბევრად უფრო გაგიადვილდებათ. რეალურად მეც პრინციპში ჩემი გამოცდილებიდან საბანკო სფეროში მქონდა დიდი გამოცდილება და შემდეგ ისევ ბანკში გადავედი ბიზნეს ანალიტიკოსად და ამან უფრო გამიადვილა ჩემი ტრანსფორმაცია და თქვენც ალბათ იგივეს გირჩევთ პირველ ეტაპზე თუ ეხლა იწყებთ ბიზნეს ანალიტიკოსის კარიერას. ასევე მინდა გესაუბროთ განვითარებაზე და სწავლაზე. საერთაშორისო კომპანიები და ზოგადად ქართული კომპანიებიც
ყურადღებას აქცევენ პროფესიულ სერტიფიკატებს, ხო? თუნდაც IIBA სერტიფიკატები, რომელზეც უკვე გესაუბრეთ ამ კომპანიაზე, ეს ინსტიტუტი გასცემს სერტიფიკატებს, არის დონეები, ვთქვათ, არის დამწყები ბიზნეს ანალიტიკოსისგან, entry level-ი, შემდეგ არის ვთქვათ საშუალო დონის ბიზნეს ანალიტიკოსისთვის და მერე უკვე არის CBAP professional სერტიფიკატი უკვე უფროსი ბიზნეს ანალიტიკოსისთვის და ესეც გეხმარებათ ვთქვათ დასაქმებაში, როდესაც ხართ სერტიფიცირებული ბიზნეს ანალიტიკოსი და კიდევ ერთი networking და კოლაბორაცია ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში, რადგან ეხლა როგორც აღნიშნე ქართულ ბაზარზე რეალობაში, ქართულ რეალობაში ცოტა ვთქვათ სიმცირეა ჩვენ სფეროში გამოცდილების გაზიარების, ხო? და გირჩევთ, რომ თუნდაც LinkedIn-ზე თქვენი კავშირები გაზარდოთ და follow-ოთ სხვადასხვა პროფესიონალი. ჩვენც მაგალითად ხშირად ვაზიარებთ გამოცდილებას, რაღაც თეორიულ მასალებსაც გიზიარებთ, რაღაც кейსებსაც ხშირად ვაზიარებთ და ესეც დაგეხმარებათ, ვთქვათ, თქვენი ცოდნის ამაღლებაში. მოდი მარიამ, შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ ახლა კიდე. და უკვე კურსის შესახებ მოგიყვებით მოკლედ. ვისთვის არის რეალურად განკუთვნილი ეს კურსი, ხო? Ну, რა თქმა უნდა, ვიც დაინტერესებულია ბიზნეს ანალიზით, სხვა ალბათ არც გაივლის ამ კურსს. თუ თქვათ, ეხლა იწყებთ კარიერას IT ბიზნეს ანალიზის მიმართულებით, ან შეიძლება IT-ში იყოთ და გინდოდეთ რაღაცა პროფესიის თქვენი როლის ცვლილება და ბიზნეს ანალიტიკოსი, რა ვიცი, ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო როლია, რადგან ასე ვთქვათ, ორივე მხარეს მოღვაწეობს, როგორც ბიზნესის მხარეს, ასევე ტექნიკურ მხარესაც ჩართულია და რეალურად ეს, ვთქვათ, კომბინაცია ძალიან საინტერესოა. და რა თქმა უნდა, ვთქვათ, დამწყები ბიზნეს ანალიტიკოსისთვის, ხო? ეხლა მეც და მარიამიც თვითნასწავლი ბიზნეს ანალიტიკოსები ვართ და მაშინ როდესაც ჩვენ გადავედით, მაშინაც რეალურად ისეთი თეორიული ცოდნა, ვთქვათ, ქართულ კომპანიებში არ იყო და პრაქტიკაზე ვისწავლეთ ყველაფერი და შემდეგ საერთაშორისო კომპანიებში უკვე სტრუქტურული სახე მივეცით ჩვენ ცოდნას და ძალიან ბევრი თეორიული მასალა დავფარეთ. და შესაბამისად, თუ ეს თეორიული და სტრუქტურული ის გაკლიათ, ამ კურსით ძალიან კარგად შევისწებთ ამ მხარესაც. მოდი შემდეგ სლაიდზეც გადავიდეთ. და რატომ უნდა ჩაერთოთ ამ კურსში? ხო, ჩვენ ვასწავლით საერთაშორისო სტანდარტებით. ეს არის BA book-ი, SCID, როგორც უკვე აღნიშნე, ეს გულისხმობს Business Analysis Book of Knowledge, რომელიც არის ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის ბიბლია და შეუცვლელია. თუმცა მხოლოდ რეალურად ძალიან თეორიულია, ამიტომაც ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ყოველი ლექციის შემდეგ გვექნება პრაქტიკული სესიაც, რომელიც დაგეხმარებათ გაიაზროთ და აკავშიროთ თეორია პრაქტიკას. შემდეგი უკვე გვაქვს Scrum Guide. Scrum-ი არის ერთ-ერთი framework-ი Agile-ის, ალბათ გეცოდინებათ. და კიდევ ორი სტანდარტი, ასე ვთქვათ, UML და BPMN-ი, რომელიც უკვე აღნიშნე დიაგრამების ჭრილში. ეს არის Unified Modeling Language და BPMN-ი Business Process Model and Notation. და ამ ნოტაციებსაც გავუვლით ტექნიკურად, кейსებს გავუვლით და გვექნება ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო თუ რა кейსში რომელი დიაგრამა უნდა ავაგოთ. მარიამ, და ახლა შენ გადმოგცემ ისევ სიტყვას.
კი, მე შევეცები ძალიან მოკლედ დავასრულო, მოკლედ როგორ დაგეხმარებათ ეს კურსი დასაქმებაში, ძალიან მოთხოვნადია agile-ის მუშაობის წესების ცოდნა და ამას ვისწავლით ჩვენი კურსის ფარგლებში. როგორც უკვე გავიარეთ აი ამ ვებინარის ფარგლებში, მიხვდებოდით რომ მნიშვნელოვანი არის მოთხოვნების ცოდნა, მათი გაანალიზება, დოკუმენტირება, ამას ვისწავლით მაქსიმალურად პრაქტიკულ დონეზე, მოდელირებას, როგორც აღნიშნა თამარმა, BPMN-ს და UML-ის ფოკუსით, კიდევ მონაცემთა ანალიზის და SQL-ის საფუძვლებს გავუვლით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ბიზნეს ანალიტიკოსის როლის შემსრულებლისთვის. ასევე IT სისტემების სტრუქტურას და ინტეგრაციებს და ესეთი ჰაილაითი, რაც არის ჩვენს სილაბუსში და რაც გამოგვარჩევს სხვა კურსებისგან, არის ის, რომ ვისწავლით AI თულების გამოყენებას ბიზნეს ანალიზის სხვადასხვა პროცესში ჩვენი პროდუქტიულობის სასამაღლებლად და სხვადასხვა საქმის გასამარტივებლად. ახლა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. კურსის პრერეკვიზიტები, როგორც ლელამ აღნიშნა, ასეთი არ არის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს ჩვენს კურსში. არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა IT ბექგრაუნდი, ამის მიუხედავად აბსოლუტურად ღია ვართ ყველა ასე ვთქვათ, გამოცდილების მქონე პირებისთვის, თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ თუნდაც ჩვენ პრეზენტაციაში ნახავთ, რომ არის ბევრი ინგლისური ტერმინოლოგია, ასევე შევხვდებით ბევრ აკრონიმს, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული. და ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში და სხვა როლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ინგლისურის ცოდნა. და ჩვენ შემთხვევაშიც თუ ბიორ დონეზე მაინც ფლობთ ინგლისურს, უფრო გაგიმარტივდებათ აღქმა. თუ არა და Google არსებობს, უამრავი სხვა ხელსაწყო არსებობს კიდევ Google-ის გარდა და შეძლებთ დეფინიციების მოძიებას. რაც შეეხება სილაბუსს და განრიგს, ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ ეს დავფარო. იმედი მაქვს ჩანს, ხო. ესე იგი, თავიდან დავიწყებთ კურსის მიმოხილვით და ბიზნეს ანალიზის შესწავლით, გავიგებთ რა არის ბიზნეს ანალიზი და რა როლი აქვს ანალიტიკოს. შემდეგ გადავალთ უკვე სასიცოცხლო ციკლებზე, როგორ ვითარდება პროექტები მართვის სხვადასხვა ეტაპზე და რა ტიპის მოდელებით ხდება მართვა. შემდეგ გავუვლით ბიზნეს საჭიროებებს და იმედი მაქვს ამ პრეზენტაციის ამ ჩვენი ვებინარის ფარგლებში დაინახეთ განსხვავება ბიზნეს საჭიროებებს და ბიზნეს მოთხოვნებს შორის. შემდეგ დავფარავთ ბიზნეს მოთხოვნებს უფრო დეტალურად, საჭიროებებიდან გამომდინარე. შემდეგ გავუვლით უკვე მონაწილე მხარეების მართვას და აი ამის ფარგლებში დავფარავთ უკვე იმ ისეთ მომენტებს, როგორც არის კონფლიქტების მართვა, აი გამშველებელი რო იყო ერთ-ერთი პასუხი ქვიში, იმ ნაწილსაც შევეხებით და ასევე განვიხილავთ ბიზნეს მოთხოვნების სპეციფიკას და დოკუმენტირებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ანალიტიკოსისთვის. შემდეგ გადავალთ სკოპის განსაზღვრაზე, შევეხებით იგივე MVP-ს, რომელზეც თამარმა ისაუბრა, რა მიდგომები არსებობს ბიზნეს ანალიტიკაში. დავფარავთ მოდელირებას და ვიზუალიზაციას, უფრო დეტალურად გავუვლით რა არის BPMN-ი, UML-ი, wireframing-ი, პროტოტაიპინგი, მოკაპების შედგენა. ჩვენ გვაქვს ორი შეხვედრა, რომელიც შეეხება მონაცემთა ანალიზს და ბაზებს და ასევე სისტემის არქიტექტურას და ინტეგრაციის მიმოხილვას, რომლის პრაქტიკულ ნაწილსაც წაუძღვება ლელა. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ჩვენ აი ამ ორი თემატიკის ფარგლებში ვიყენებთ იმ ხელსაწყოებს და იმ ცოდნას, რაც აქვთ ტესტერებს და ლელა სუპერ პრაქტიკულად ახსნის უკვე როგორ ხდება ამ სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენება ამ ორი თემატიკის ფარგლებში. და ბოლოს, როგორც გითხარით, გვექნება AI-ის თემატიკა, სადაც დიდი ენების მოდელების ტიპებს გავეცნობით, ასევე საბაზისო prompt engineering შევისწავლით სხვადასხვა თულების გამოყენებით და განვიხილავთ use case-ებს. საბოლოოდ კულმინაცია იქნება ჩვენი ფინალური პროექტის წარდგენა, რომელიც იქნება ერთგვარი შეჯამება ყველა ჩვენი გავლილი და დაფარული თემატიკის. როგორც ლელამ აღნიშნა, ჩვენი განრიგის მიხედვით განსაზღვრული არის ორი შეხვედრა კვირაში, ეს არის ოთხშაბათს 8 საათზე და შაბათს 11 საათზე.
გვექნება ლექციები და შემდგომ პრაქტიკული, მხოლოდ პირველი შეხვედრა იქიდან გამომდინარე, რომ შედარებით თეორიული არის, გვექნება მხოლოდ პრაქტიკის გარეშე, თუმცა ყველა დანარჩენი ლექციის შემდეგ გვექნება პრაქტიკული მეცადინეობა თითო 2 საათით. ვიწყებთ 1 ოქტომბერს და შეხვედრების პირველ ნაწილს წავუწყობი მე, შემდეგ გააგრძელებს თამარი და ასევე ჩაერთვება ლელა და საბოლოოდ დავასრულებთ შეხვედრებს 24 დეკემბერს ფინალური პროექტების პრეზენტაციებით. სულ ეს იყო, მეგობრებო, რისი თქმაც გვინდოდა ჩვენს კურსთან დაკავშირებით. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და დასწრებისთვის და თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მზად ვართ რომ მოვისმინოთ და გავცეთ პასუხები. მე მაქვს კითხვა თუ ორივეს ძალიან დიდი მადლობა. კი, გისმენთ კითხვებზე. კითხვის დასმა შეიძლება ხო? მოკლედ ამ ყველაფერში ცოტა დილეტანტი ვარ, ამიტომ კითხვაც თუ დილეტანტური იქნება წინასწარ ბოდიში. აი თამარმა ახსენა წერან, რომ ნებისმიერი სფეროდან არის შესაძლებელი, რომ გადმოვიდეთ ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით და ასევე სირჩევასავით მოგცა, რომ რომელი მიმართულებითაც ხართ, იმ მიმართულებასთან, ასე ვთქვათ, მიმართულების განხრით, რომ წახვიდეთ. აი მარკეტინგიდან რამდენად შესაძლებელი არის ციფრული მარკეტინგის, ციფრული მარკეტერი ვარ ამ ეტაპს და ყოველთვის მაინტერესებდა ბიზნეს ანალიზიც და დღესაც ამიტომ დავესწარი ამ კურსს და არა მხოლოდ ამიტომ. და აი მაინტერესებს მარკეტინგიდან რამდენად არის შესაძლებელი, რომ ასე ვთქვათ, გავაერთიანო ეს ორი მიმართულება, ან თუ გქონიათ თქვენ მსგავსი პრაქტიკა, უშუალოდ თქვენ არა, მაგრამ ასე ვთქვათ, თუ გსმენიათ, თუ არის შესაძლებელი, როგორ კი, რა თქმა უნდა, ანაზე მადლობა პირველ რიგში შეკითხვისთვის და არანაირად დილეტანტური შეკითხვა არ არის. გეტყვი, რომ ძალიან კარგი ასე ვთქვათ კომბინაცია, იმიტომ რომ ბიზნეს ანალიტიკოსი რაღაც შემთხვევებში შეიძლება მარკეტ რესერჩის პროცესშიც ჩართული იყოს და პირიქით, რაც ვახსენებ e-book-ი, ერთ-ერთი ვთქვათ დამატებითი უნარი, სკილი არის, რომ ესეც კონდეს მარკეტ რესერჩი გააკეთოს, ვთქვათ გამოიკულიოს ეს საბოლოო იუზერები რას ითხოვენ, რა უნდათ, როგორია მათი ვთქვათ ქცევა და ეს შემდეგ განმოიტანოს უკვე მის მოთხოვნებში, ხო, ბიზნესში, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ და დაადოკუმენტიროს. რაც შეეხება სფეროს, თვითონ ისიც რომ მარკეტერიც, ხო, რაღაც დომენში მუშაობს, ხო? ან შეიძლება რაღაცა სასტუმროს მიმართულებით მუშაობდეს, hospitality domain-ი იყოს, ხო? და იქიდან გადავიდეს ბიზნეს ანალიტიკოსაც და აი hospitality domains, რაც ემსახურება სისტემები, იქ უკვე იმუშაოს ამ დამატებით ფუნქციონალების დანერგვაზე, ხო? ანუ მარკეტერიც ხო რაღაცა მიმართულებით მუშაობს, ხო, რაღაც სფეროში და იმავე სფეროში შეუძლია დაიწყოს კარიერა როგორც ბიზნეს ანალიტიკოსმა და ეს თვითონ მარკეტერის ძალიან დიდი პლუსია, რომ ეს უნარიც ექნება ბიზნეს ანალიტიკოს. დიდი მადლობა პასუხისთვის და ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. მადლობა თქვენით. სხვა კითხვები ხო არ გვაქვს მეგობრებო? კარგით, მაშინ მე დავამატებ, თუ მომდევნო დღეებში გაგიჩნდებათ კითხვები, არც ის არ არის პრობლემა, შეგიძლიათ პირადში მიწეროთ თამარსაც, მარიამსაც, ალბათ მე ვერ გიპასუხებთ მაინც ისე კარგად, როგორც თამარი და მარიამი. LinkedIn-ზე შეგიძლიათ დაიმატოთ ორივე და მაშინ დავასრულებთ ჩვენი შეხვედრის დღევანდელ ჩანაწერს. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა.